რატო არის მნიშვნელოვანი ნაყოფის ეხოკარდიოგრაფია? ერთი, შეგვიძლია ყველა კრიტიკული მანკის ნახვა, ანუ ყველა ისეთი მანკის ნახვა, რომელმაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას ორსულობას, მშობიარობას, ახალშობილობის პერიოდს. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთი ბავშვის უსაფრთხოებისთვის, მშობლის სიმშვიდისთვის და რაც ასევე მნიშვნელოვანია გინეკოლოგის, ექიმის სიმშვიდისთვის. ოპტიმალური ვადა არის 18-დან 22 კვირის ჩათვლით, თუმცა შეიძლება 18-დან ნებისმიერ ვადაზე, როცა საჭიროება მოითხოვს. ჩემი საყვარელი ვადა 24-26 კვირა. არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, ეგრეთ წოდებული მაღალი რისკის ორსულები, სადაც მიუხედავად იმისა, სამიანო კვლევა ნორმალურია თუ არა, იგეგმება ნაყოფის ეხოკარდიოგრაფიული კვლევა, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მაღალი რისკის ორსულებს, მაგალითად აი დედას, რომელსაც თვითონ გულის მანკი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სამიანო კვლევა ეუბნება, რომ ნორმა ბავშვის გულზე, მაინც აქ რეკომენდებულია, რომ კარდიოლოგმა შეაფასოს. ორსულობის შეწყვეტა ჩვენთან გულისხმობს იმის თქმას, რომ გულის არსებული პრობლემა არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ესეთი პრობლემა, რომ გამოსავალი არ არსებობდეს და რაღაც დახმარება სრულად თუ არა ნაწილობრივ დალაგება სიტუაციის არ შეეძლოს კარდიოქირურგს, ესეთი პრაქტიკულად ძნელად თუ მოიძებნება.